ეს რეიდი არის დამახასიათებელი იმ რეჟიმის, რომელიც რუსეთში არის უკვე რამდენიმე ათეული წელია ჩამოყალიბებული. ამ შემთხვევაში გულისხმობ იმას, რომ პუტინის ავტორიტარული რეჟიმის ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისება შეიძლება ითქვას არის ის, რომ ზოგადად ქვეყანაში სიტუაცია იმართება გარკვეული დაჯგუფებების მეშვეობით, ანუ არ არის, რა თქმა უნდა, არანაირ კანონის უზენაესობაზე ლაპარაკი და სხვადასხვა სოციალური დაძაბულობის თავიდან ასარიდებლად, ან თქვათ იგივე კრიმინოგენული სიტუაციის სამართავად გამოიყენება ეგრეთ წოდებული ეთნიკური დაჯგუფებები. ამ შემთხვევაში გვაქვს საუბარი იმაზე, რომ როგორც წესი ძალიან მჭიდრო პარტნიორობაში თუ შეიძლება ითქვას არიან კრიმინალური დაჯგუფებები და რუსეთის სამართალდამცავი ორგანოები და ერთ-ერთი რთულია ხა იმაზე საუბარი კონკრეტულად რამ გამოიწვია ეს რეიდი, იქ საუბარია რაღაც ხანგრძლივ ისტორიაზე, რომელიც რამდენიმე ათეული წელი გრძელდებოდა, თუმცა ამ შემთხვევაში ფაქტია, რომ რაღაცის გამო გადაწყდა ამ კონკრეტულ ქალაქში, რუსეთის ერთ-ერთ დიდ ქალაქში, აზერბაიჯანული დიასპორის თუ შეიძლება ითქვას, რეპრესიებში მოქცევა, რა თქმა უნდა, ეს არის უსასტიკესი მაგალითი იმისა თუ როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს. საუბარია იმაზე, რომ ორი ადამიანი არის წამებით მოკლული და რამდენიმე ათეული, როგორც ამბობენ, არის სასტიკად ნაცემი. და რა თქმა უნდა, ეს იყო ძალიან დიდი გაღიზიანების საგანი აზერბაიჯანის. კი, და ამას მოყვა საპასუხო ქმედებებიც, ხო, კულტურული ღონისძიებების გაუქმება, სპუტნიკის ოფისში ჩხრეკა, თანამშრომელთა დაკავება და ასე შემდეგ. რა მინდა კითხოთ, აი ეს მხოლოდ პასუხია აზერბაიჯანის მხრიდან ერთ კონკრეტულ ინციდენტზე, თუ ეს უფრო მეტად ფართო სტრატეგიის ნაწილია და გარკვეული ესეთი ხმამაღალი განაცხადია იმის თაობაზე, რომ აზერბაიჯანს რუსეთისგან დისტანცირება სურს. შეიძლება ითქვას, რომ უფრო ფართო სურათის ნაწილია, რა თქმა უნდა და რამდენიმე ფაქტორია, რამაც განაპირობა ასეთი მძაფრი რეაქცია. პირველ რიგში კონტექსტის შესავსებად, ასე ვთქვათ, უნდა გავიხსენოთ, რამდენიმე თვის წინ აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდება რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ, რაც პრაქტიკულად აღიარებულიც იქნა და ბაქომ და პირადად ალიევმა ვერ მიიღო ის პასუხი და ის რეაქცია თავად პუტინისგან და ზოგადად რუსეთისგან, რომელსაც ის ელოდა, ეს იქნებოდა ბოდიში, აღიარება ამ ყველაფრის და ასე შემდეგ. მსხვერპლი მოყვა, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს რუსეთის ტერიტორიაზე, რუსეთის ტერიტორიიდან გასვლის მცდელობისას უფრო სწორად, რადგან ის ვერ მიიღო ეს თვითმფრინავი იმ ქალაქმა, სადაც ის უნდა დაფრენილიყო და ყაზახეთისკენ მიმავალი თვითმფრინავი ჩამოაგდეს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა. ეს ძალიან მტკივნეული ამბავი იყო, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანისთვის და ეს ამბავი დასრულდა, ასე ვთქვათ, აზერბაიჯანის ერთგვარი დამცირებით, რადგანაც როგორც მოსალოდნელი იყო, რა თქმა უნდა, მოსკოვის მხრიდან ამას არ მოყოლია, შეიძლება არ ვიცი, ადამიანური თუნდაც რეაქცია. და აი ამ კონტექსტს დაედო უკვე ეს პროვოკაცია, შეიძლება ითქვას, რადგან სწორედ ასე არის აღქმული რეაქციიდან გამომდინარე აზერბაიჯანში ეს ნაბიჯი, უკვე როგორც სერია გარკვეული აზერბაიჯანის მიერ უდიერი დამოკიდებულებისა რუსეთის მხრიდან. ეხლა რაც შეეხება დისტანცირებას, დისტანცირება არ მგონია რომ სწორი სიტყვა იყოს, რადგან აზერბაიჯანი არასდროს არ ცდილობდა, თქვათ, რუსეთის გავლენის ქვეშ ყოფნას და რუსეთის გავლენის ქვეშ, თქვათ, საკუთარი ამოცანების მიღწევას. ყოველთვის ცდილობდა ბაქო გარკვეული დამოუკიდებელი პოლიტიკა ეწარმოებინა კავკასიაში, რეგიონში ზოგადად. და ამისთვის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეყრდნობოდა თურქეთთან პარტნიორობას და არა რუსეთთან პარტნიორობას, მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად ყარაბაღის მეორე ომის დაწყებამდე პრაქტიკულად ერთი დღით ადრე თუ სწორად მახსოვს, ალიევი იყო ჩასული მოსკოვში და რუსეთთან მოაწერა ხელი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას. თუმცა შემდგომში გამოჩნდა, რომ ეს სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება იყო ერთგვარი ჟესტი და რეალურად, ვთქვათ, განსაკუთრებული მნიშვნელობა ამას არ ქონდა. ამას თუ დავამატებთ იმას, რომ დღევანდელ გარემოში და დღევანდელ ვითარებაში, როცა რუსეთი შეიძლება ითქვას ვერ აღწევს იმ ამოცანებს, რომლებიც მას უკრაინაში გააჩნია და ამ სიტუაციიდან გამომდინარე დამოკიდებულია, რაც არ უნდა პარადოქსულად შეიძლება ვინმეს თუ ჟღერდეს უფრო აზერბაიჯანზე, ვიდრე აზერბაიჯანი რუსეთზე. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არ არის რაიმე ისეთი კაპიტალური შემაკავებელი ფაქტორი, რომელიც აზერბაიჯანს აიძულებდა ეს შეურაცხყოფა გაეტარებინა. და კიდევ ერთი რასაც დავამატებდი, ეს არის, რა თქმა უნდა, რამდენიმე კვირის წინ დაწყებული ოპერაცია, სამხედრო ოპერაცია ირანის წინააღმდეგ, რომელიც დასრულდა
ვერ ვამბობთ რა თქმა უნდა ვთქვათ ვირტუალური პროგრამის ზუსტი შედეგების შესახებ ვერაფერს, თუმცა ფაქტია და ეს ალბათ შეიძლება თავამად ითქვას, რომ დასრულდა ირანის ძალიან სერიოზული დასუსტებით გეოპოლიტიკურად და ზოგადად რეგიონში მათი გავლენის სერიოზული დაღმასვლა არის უკვე დაწყებული და მოსალოდნელი მომავალ თვეებში და წლებში და აქედან გამომდინარე აზერბაიჯანისთვის ვთქვათ ირანი როგორც რუსეთის მოკავშირე და გარკვეული ანტაგონიზმის ფონზე, რომელიც თეირანსა და ბაქოს შორის არსებობს, ეს ფაქტორიც გარკვეულწილად მეორე ხარისხოვანი გახდა და რა თქმა უნდა აზერბაიჯანი უფრო მეტ სითამამეს გამოხატავს ამ მხრივ, რადგანაც როგორც ვახსენეთ, ეს არ არის ის უდიერი და მტრული ნაბიჯი, რომელიც რუსეთის მხრიდან აზერბაიჯანის მიმართ იყო გამოხატული. რაც შეეხება სომხეთს, აშკარაა, რომ მოსკოვი ნელ-ნელა ყოველ შემთხვევაში კავკასიაში ძველ პარტნიორებს კარგავს, მათ შორის ისტორიულ მეგობარ სომხეთს, თავის მხრივ სომხეთის ხელისუფლება ცდილობს, რომ მაქსიმალურად გათავისუფლდეს რუსული გავლენებისგან და მეტად დაუახლოვდეს ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს და ამ კონტექსტში სახსენებელია იქ მიმდინარე პროცესები, ჩვენ თვალს ვადევნებთ საკმაოდ წავე დაპირისპირებას სომხეთის ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის. როგორ შეაფასებდით იქ მიმდინარე პროცესებს რუსეთთან ურთიერთობის კონტექსტში? ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს. ფაშინიანის მთავრობა მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე სერიოზული კრიზისი გამოიარა პოლიტიკურიც, სამხედროც და ასე შემდეგ, მაინც ფლობს ხალხის მანდატს, იმ ძალას, იმ დემოკრატიულ მანდატს, რომელიც მას საშუალებას აძლევს ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანოს სომხეთის როგორც შიდა, ისე საგარეო პოლიტიკაში. აქ რა თქმა უნდა იგულისხმება ის, რომ ის ძალები, რომლებსაც ტრადიციულად რუსეთი ეყრდნობოდა სომხეთში, ეს ძალები ერთის მხრივ სუსტებიან და ამ დასუსტების ფონზე ცდილობენ ბოლომდე არ დაკარგონ საკუთარი პოზიციები. ამავე დროს აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ როგორც წეგან აზერბაიჯანის მიმართ ვახსენეთ, რუსეთს აღარ გააჩნია ის, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანთან შედარებით გაცილებით მნიშვნელოვანი ბერკეტები გააჩნია სომხეთში, სამხედრო ბაზები და ბევრი სომხური ეკონომიკის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთის ხელშია, ესე რომ ვთქვათ, თუმცა ეს უკვე ფაქტია, რომ აღარ არის ისეთი შემაკავებელი ფაქტორი და გავლენის ვთქვათ ინსტრუმენტი, რომელიც აქამდე სომხეთს აქცევდა რუსული გავლენის ვთქვათ უფრო მაღალ დონეზე, ხო? ეხლა ვერ ვისაუბრებ ჯერ იმაზე, რომ სომხეთი რა თქმა უნდა გამოდის რუსული, მაგრამ დინამიკა და ტენდენცია აქეთ მიდის, ამას რა თქმა უნდა ემთხვევა ძალიან ინტენსიური მოლაპარაკებები სომხეთსა და ევროკავშირის შორის, ზოგადად სომხეთსა და დასავლეთ შორის დიალოგი არის შეიძლება ითქვას ისტორიულად მაღალ დონეზე და აქაც ძალიან საინტერესო ემთხვევა თუ შეიძლება ასე ითქვას დროში ის კრიზისი, რომელიც ამჟამად რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის არის, რადგანაც ტრადიციულად და ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით ის ბერკეტი, რომელსაც რუსეთი იყენებდა ფაშინიანის მთავრობის წინააღმდეგ, როცა ფაშინიანი თქვა ავიწროებდა რუსულ გავლენებს განსაკუთრებით აქტიურად ერევანში, ეს იყო აზერბაიჯანი და შეიძლება დაანახვა, ესე რომ ვთქვათ, იმ რაღაცა კავშირების, რომელიც ამ მხრივ ბაქოსა და მოსკოვს შორის იყო, რამდენჯერმე იყო შემთხვევა, როცა ვთქვათ ფაშინიანის მხრიდან განსაკუთრებით ენერგიული ნაბიჯები რუსული გავლენების შესაზღუდად იყო ამას მოყვა რამდენჯერმე ვთქვათ აზერბაიჯანის მხრიდან გარკვეული განცხადებები, იგივე ზანგეზურის დერეფანის შესახებ და გარკვეული სამხედრო შეხლა-შემოხლაც. ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა რუსეთს ეს ბერკეტი არ გააჩნია, რადგანაც თავად აზერბაიჯანთან გააჩნია გარკვეული კონფლიქტი, რომელიც ძნელია ახლა ამ ეტაპზე ითქვას, რამდენად დიდხანს გაგრძელდება, როგორ დასრულდება. ზოგადად ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე რთულია იმაზე საუბარი რუსეთი როგორ დაასრულებს, ასე ვთქვათ, ამ სიტუაციას, რადგანაც ჩვენ გვახსოვს მაგალითად თურქეთთან შემთხვევაში, როცა რუსეთმა უკან დაიხია, რბილად რო ვთქვათ, იგივე ელჩის მკვლელობის, თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ პრაქტიკულად არანაირი რაღაც სიმბოლური განცხადებების გარდა რეაქცია არ მოყოლია. თუ ასეთივე სუსტი, ასე ვთქვათ, რეაქცია მოყვება რუსეთის მხრიდან აზერბაიჯანის მიერ გაკეთებულ ამ დემარშებს, ეს იქნება სერიოზული სიგნალი, რა თქმა უნდა, მთლიანად რეგიონისთვის იმის შესახებ, რომ თუ ვთქვათ, გუშინ რუსეთი ვერ ახერხებდა ისეთი დიდი და ნატოს წევრი ქვეყნისთვის წინააღმდეგობის გაწევას ამ პოლიტიკურ კონტექსტში, როგორც იყო თურქეთი, დღეს უკვე აზერბაიჯანს შეუძლია. ასეთი მართლაც ხო არ არის ბევრი ქვეყანა ჩვენს რეგიონში, შუა აზიაში, სხვა ქვეყნებში, სადაც თქვათ ეს დემონსტრაციული ხასიათი აქვს
ასეთ პასუხს ხო რუსეთის მხრიდან ის რაღაც სატელევიზიო სახელმწიფო ტელევიზიით რაღაცა პრაიმ ტაიმში ესეთი ძალიან ვრცელი სიუჟეტების გაშვება ანტირუსული ანტიპუტინისტური შეიძლება ითქვას სიუჟეტები ის რაღაც ხალხის რაღაც ნაცემი ხალხის ჩამოტარება აგენტების დაკავება ასე ვთქვათ და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა არის ის რომ ბაქო მიანიშნებს რომ ზათარი კონფრონტაციისთვის და უკან დახევას არაპირებს ამ კონტექსტში რა თქმა უნდა ფაშინიანს ეხსნება გარკვეული მოქმედების არეალი რადგან ის ყველაზე დიდი ბერკეტი რომელიც რუსეთს მის მიმართ გააჩნია და ყოველ შემთხვევაში აზერბაიჯანის სახით ახლა ქმედითი არ არის და რთული წარმოსადგენია რომ ამ სიტუაციაში ვთქვათ მოსკოვიდან თხოვნას იმის შესახებ რომ გარკვეული მუქარა იყოს სომხეთის მიმართ დადებითი პასუხი მოყვეს ბაქოში. ასევე საინტერესოა რა პერსპექტივებს ხედავთ თქვენ სომხეთისა და აზერბაიჯანის სამომავლო თანამშრომლობის თვალსაზრისით, ფიქრობთ თუ არა რომ შესაძლებელია ორმო ქვეყანამ შექმნას დერეფანი, რომელიც იქნება შუა დერეფნის ალტერნატივა ან დამხმარე მარშრუტი? პირველ რიგში რა თქმა უნდა ყველაზე დიდი თუ ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი არა შემაფერხებელი ფაქტორი რა თქმა უნდა გარკვეული პირდაპირი პრობლემებისა რომელიც ამ ორ ქვეყანას შორის არსებობს და ძალიან მტკივნეული ისტორიისა რომელიც მათ გააჩნიათ არის რა თქმა უნდა რუსეთი რომლისთვისაც ძალიან უარყოფითი შედეგების მომტანი იქნება შესაძლო სამშვიდობო ხელშეკრულება რომელზეც უკვე საუბარი არა მრავალი წელია და რომელიც შეიძლება დაიდოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ეს რა თქმა უნდა ძალიან პოზიტიური ფაქტი იქნება მთლიანად რეგიონისთვის საქართველოსთვისაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობის დარეგულირება ძალიან დადებით გავლენას მოახდენს ბევრ ასპექტზე რა თქმა უნდა მნიშვნელოვნად შეამცირებს რუსულ გავლენას სომხეთში რადგანაც ის უდიდესი ფაქტორი რითაც თქვათ მოსკოვს ეჭირა სომხეთი ამ წლების განმავლობაში ეს იყო არა მარტო აზერბაიჯანული არამედ თურქული საფრთხეც რომელიც თქვათ ღვივდებოდა წლების განმავლობაში ახლა ვიხილეთ ფაშინიანის ვიზიტი თურქეთში და ასე შემდეგ აქედან გამომდინარე ეს ნორმალიზაცია ურთიერთობის ძალიან ბევრი კარგის მომტანი იქნება რაც შეეხება სატრანსპორტო ენერგეტიკულ დერეფანს რომელიც თქვათ რომელსაც დღეს საქართველოს მასპინძლობს და თქვათ არის საუბარი უკვე პრაქტიკულად ყარაბაღის მეორე ომის დასრულებისთანავე დაიწყო იმაზე საუბარი რომ შეიძლებოდა განვითარებულიყო ალტერნატიული დერეფანი რომელიც თქვათ გარკვეულწილად დააკარგვინებდა საქართველოს ამ ფუნქციას 5 წელი გავიდა ამ 5 წელმა ჩაიარა დაძაბულობის ფონზე მართალია და ზედმეტი იყო იმაზე საუბარი რომ თქვა შეიძლება ისეთი მასშტაბის ენერგეტიკული ან სატრანსპორტო დერეფანი გაჩენილიყო ჩვენს მეზობლად როგორც თქვა საქართველოსია მაგრამ მიუხედავად იმისა რომ მომავალში შეიძლება ვიხილოთ და იმედია ვიხილოთ ამ დაძაბულობის დეესკალაციას ასეთი დიდი და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების გამოჩენა მაინც გრძელვადიანი პერსპექტივაა მე ვიტყოდი რამდენიმე ათეული წლის ამბავია რადგანაც გარდა თქვათ უშუალოდ ფიზიკური შესაძლებლობისა თქვათ ასეთი პროექტების განხორციელების არის საჭირო უდიდესი ინვესტიციების მოზიდვა უდიდესი რესურსების დახარჯვა ამაზე და იმ შემთხვევაში როცა უკვე არსებობს ალტერნატივა ისევ და ისევ შუა დერეფნის სახით რომელზეც უკვე დახარჯულია თანხები და ეს დერეფანი მზად არის ამისთვის მნიშვნელოვანი ასე ვთქვათ мотиваცია უნდა არსებობდეს შეიძლება ესეთი мотиваცია იყოს თუნდაც პოლიტიკური და ეკონომიკურად ვთქვათ თავიდან ბევრი პროექტი გვინახავს რომელიც არ იყოს რენტაბელური და სულთა პოლიტიკური კუთხით გადაწყდეს ასეთი სატრანსპორტო არტერიების გახსნა, თუმცა ამ შემთხვევაში მე მიმაჩნია რომ ეს არ დააზიანებს მნიშვნელოვნად საქართველოს ფუნქციას, პირიქით მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ზოგადად რეგიონის სატრანსპორტო ლოჯისტიკურ მიმზიდველობას, რაც რა თქმა უნდა დადებითად იმოქმედებს იმ არტერიებზე, რომლებიც საქართველოში უკვე არსებობს. ხო, აი ორივე ქვეყანა, სომხეთი და აზერბაიჯანი საქართველოს მეზობლები და სტრატეგიული პარტნიორები არიან, ხო? და აი რა გეოპოლიტიკური სურათი ეყალიბდება საქართველოსთვის, მაშინ როდესაც ორივე ქვეყანა რადგან დისტანცირება არ მოგეწონათ, ესე ვიტყვი რომ მეტნაკლებად ცდილობს რუსული გავლენებისგან გათავისუფლებას და რა შესაძლებლობებსა და ამავდროულად გამოწვევებს უქმნის ეს ქართულ ოცნებას. კი, პირველ რიგში დაგეთანხმებით, ანუ სრულიად აბსოლუტურად რომ
რუსეთის გავლენიდან გამოსვლის პროცესებს ვადევნებ თვალს, რა თქმა უნდა, როგორც სომხეთის, განსაკუთრებით სომხეთის, ისე აზერბაიჯანის შემთხვევაში. სომხეთისგან განსხვავებით აზერბაიჯანი მოსკოვთან საუბარს ცდილობს როგორც თანასწორთან და სწორედ ეს მოსკოვის განსხვავებული ხედვა იწვევს მათ შორის აი კონფლიქტურ სიტუაციას. საქართველოსთვის რა თქმა უნდა, პირველ რიგში ვთქვათ, რომ საქართველოს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ კონტექსტში აზერბაიჯანისთვის, რადგანაც მიუხედავად იმისა, რომ ძალიან აქტიურად ცდილობს აზერბაიჯანი თქვათ იმ დივერსიფიკაციას საკუთარი ექსპორტის ნაწილი აზერბაიჯანული ექსპორტის მაინც რუსეთის გავლით მიემართება და თუნდაც აი რამდენიმე შემთხვევა როცა რუსეთის პორტებზე იყო თავდასხმა უკრაინული შეიარაღებული ძალების მხრიდან რამდენჯერმე იყო აღნიშნული რომ აი აზერბაიჯანული ნავთობიც თქვათ მოყვა ამ შეტევებში და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში აზერბაიჯანისთვის საქართველოს მნიშვნელობა იზრდება, რადგანაც პრაქტიკულად ერთადერთი საექსპორტო გზა არის, რომელიც არ არის დამოკიდებული რუსეთზე და აზერბაიჯანის დიდი ინტერესი გააჩნია, რომ საქართველოში იყოს პროდასავლური რუსეთის გავლენისგან თავისუფალი ხელისუფლება, რომელიც თქვათ უზრუნველყოფს მათი ექსპორტის უსაფრთხოებას, რადგან აზერბაიჯანული სახელმწიფო, ასე ვთქვათ, დიდწილად თითქმის მთლიანად არის დამოკიდებული საექსპორტო შემოსავალზე, უდიდესი ფაქტორია თვითონ ალიევის რეჟიმის სტაბილურობის. სომხეთისთვისაც რა თქმა უნდა, უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოს, განსაკუთრებით იმ კონტექსტში, რომელიც ვახსენეთ, ანუ დასავლეთთან დაახლოების, ანუ ორივე შემთხვევაში, როგორც სომხეთისთვის, ისე აზერბაიჯანისთვის საქართველო არის საჭირო, როგორც დასავლეთთან დაახლოებული, დასავლეთში უკეთესად ინტეგრირებული ქვეყანა, ვიდრე იყო წარსულში. ჩვენ გვახსოვს, როცა იყო საუბარი კანდიდატის სტატუსის მიღებაზე, თუ როგორ გულშემატკივრობდა ორივე ქვეყანა ამას, რადგანაც როგორც სომხეთისთვის, ისე აზერბაიჯანისთვის პირობითად და იმედი მაქვს მოვესწრებით ყველა ამ დღეს ევროკავშირში გაწევრიანებული საქართველო არის უდიდესი წინსვლა მათთვისაც, რადგან სომხეთს ეს უხსნის ჯერ ჰიპოთეტურ შანსს იმისა, რომ ინტეგრაცია მოახდინოს ევროკავშირში, რადგანაც უკვე უშუალოდ იქნება მოსაზღვრე სახელმწიფო ევროკავშირის, ხოლო აზერბაიჯანს ასეთი მიზანი საგარეო პოლიტიკური არ გააჩნია, მაგრამ წარმოიდგინეთ აზერბაიჯანის ექსპორტის გაადვილება, როცა მისი მეზობელი უკვე ევროკავშირის ქვეყანა იქნება. ამიტომ ამ ხრივ ვითარება ცალსახაა და არ ამგონია ბაქოში და ერევანში თქვათ იმ პროცესებს, რომლებიც დღეს საქართველოში მიმდინარეობს, მაინც და მაინც კეთილი თვალით უყურებდნენ.